გულით. შუაგულზე უნდა ვისაუბროთ ახლა სივრცეზე, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელიც უკვე მე-6 სეზონია განსაკუთრებულ დღეებს დაუწყარ მოგონებად აქციოს. ახალი სეზონი შუაგულში განახლებულ ინფრასტრუქტურასთან და განსაკუთრებულ გარემოში იწყება. დეტალებს ნახავთ ჩვენ სიუჟეტში. თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე ულამაზეს ბუნებრივ ველზე გაშლილ სადღესასწაულო სივრცეში შუაგულში აღმოჩნდებით. იქ სადაც თითქოს დრო ჩერდება და ულამაზესი ხედებით ტკბობას ვიწყებთ. ჩვენს ყურადღებას ორიგინალურად გაფორმებული სხვადასხვა სივრცეები იპყრობს, დეკორაციები, ღია ტერასები და გულის ფორმის კუნძული, რომელიც შუაგულის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ტბის სანაპირო კი დაუვიწყარი ადგილია, რომელიც სტუმრებს მყუდრო განწყობას უქმნის. მისი არსებობის მე-6 სეზონზე აქ ახალი სივრცეები გვხვდება. მთავარი დარბაზის, გარდენის, პანორამა დარბაზისა და ქართული ოთახის შემდეგ მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნა უკვე შესაძლებელია განახლებულ ლეიქსაიდში და საზაფხულო პანორამაშიც. საღონისძიებო სივრცე შუაგული უკვე მე-6 სეზონია, რაც მასპინძლობს ისეთ ღონისძიებებს, როგორც არის ქორწილი, კორპორატიული წვეულება, დაბადების დღე, სხვადასხვა ტიპის ივენთები და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ღონისძიება არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. იქიდან გამომდინარე, რომ შუაგული სთავაზობს ჩვენს სტუმრებს, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებს. სტუმრებს აქვს შესაძლებლობა მათ გემოვნებაზე მორგებული ნებისმიერი სივრცე შეარჩიონ თავიანთი დაუვიწყარი დღისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუაგული ჩუქნის ისეთ ბედნიერ და დაუვიწყარ მომენტებს თავიანთ სტუმრებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებად დარჩება. ლეიქსაიდი ქორწინებისთვის და კორპორატიული წვეულებებისთვის განკუთვნილი ნახევრად ღია სივრცეა. მისი ინტერიერი მორგებულია როგორც დღის, ისე საღამოს ღონისძიებებზე. ტბის პირას მწვანე მდელოზე განთავსებულია თეთრი პავილიონები, რომლებიც ერთდროულად ქმნის სიმარტივისა და ელეგანტურობის შთაბეჭდილებას. სივრცე გათვლილია 500-მდე სტუმარზე და იდეალურია მასშტაბური ღონისძიებებისთვის. შუაგული მისი ფუნქციონირების მე-6 სეზონზე უკვე განახლებულ სივრცეებში მასპინძლობს სტუმრებს, ეს გახლავთ ლეიქსაიდი და ასევე გახლავთ საზაფხულო პანორამა. ამ შემთხვევაში ლეიქსაიდზე დავგეგმეთ ღონისძიება, რომლის თემატიკაც გახლავთ იბიცა ვაით პარტი. ჩვენი სტუმრები თეთრებში, თეთრ სამოსში არიან გამოწყობილი და დღეს აღნიშნულ ღონისძიებაზე გავხსენით, ასე ვთქვათ, სეზონი და გავხსენით სივრცე, სადაც ჩვენ სტუმრებს შეუძლიათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი თარიღები აღნიშნონ. საღამოს სიმბოლოდ თეთრი ფერები, ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა სანახაობრივი წარმოდგენები იქცა. ტამტამების რიტმი, ოჩოფეხები და კოსტუმირებული შოუ კი მთავარ სანახაობად გადაიქცა. თუ რამე შეიძლება ეწოდოს წალკოტი არის, ეს არის შუაგული, იმიტომ რომ აი ამ პრაქტიკულად ყამիր მიწაზე აი ესეთი სიმწვანე გაჩნდა და სიმწვანესთან გაჩნდა არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც თავის მე-4 წელია დავდივარ და ყოველთვის დისტაბიშლებას ახდენს. სეზონის გახსნითი ღონისძიებით შუაგულმა ზაფხულის პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. განახლებული ინფრასტრუქტურა, დამატებითი სივრცეები და თემატური საღამოები იძლევა შესაძლებლობას, რომ სივრცე მთელი სეზონის განმავლობაში მოემსახუროს როგორც მასშტაბურ ივენთებს, ასევე კერძო ღონისძიებებს. და ვაგრძელებთ თემას, თუ რა სერვისებს თავაზობს შუაგული მოხმარებელს, ჩვენი სტუმრებისგან გავიგებთ, წარმოგიდგენთ VNG ჯგუფის დამფუძნებელს გვანცა მიკუჭაძეს და კომპანიის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს რანა ბლიაძეს დილა მშვიდობისა. პირდაპირ მოდით მაყურებელს, ვინც არ იცის ან წარმოდგენა არ აქვს, რა არის შუაგული? შუაგული არის ზღაპრული აღნიშვნის სამყარო. ასე დავარქვით, ეს არის საღონისძიებო სივრცე, რომელიც თავისი მასშტაბით, თავისი კონცეფციით ვფიქრობ, რომ უნიკალურია და მსგავსი ანალოგი არ გვაქვს, როგორც ასეთი პირდაპირი ანალოგი. ვფიქრობ, რომ ეს კონცეფცია, რაც შევქმენით მე და ჩემო ოჯახმა, გულის ფორმის კუნძული ტბაში და გარშემო ამდენი საინტერესო ღია თუ დახურული საღონისძიებო სივრცეები მართლაც უნიკალურია და ჩვენ სტუმარს
აძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი სურვილი, ნებისმიერი იდეა, რაც კი ექნება ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებით, ეს იქნება ქორწილი, კორპორატიული წვეულება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ღონისძიება, ასე ვთქვათ, მისცეს ყველანაირ მის იდეას გასაქანი და ხშირად დიზაინერები აღნიშნავენ ხოლმე სხვათა შორის, რომ ძალიან გვიყვარს ამ ობიექტზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს იდეებს არ აქვს არნაირი შეზღუდვა. ინფრასტრუქტურულად იძლევა მე ნამყოფი ვარ მაყურებელსაც მინდა უთხრა ნამყოფი ვარ და ცოტა არ მეჯერა რომ ვიყავი იქ სადაც ვიყავი იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ის გზაზე რომ მედიხარ ვერ ხვდები რომ იქ შეიძლება მოხდე მაგრამ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადრე იქ მწვანე მინდორი იყო მეტი არაფერი რამდენი წელი გავიდა რაც აქამდე მივიდა ინფრასტრუქტურულად და როგორ იქნებოდა შუაგული მოგვიყევით შუაგულის შექმნის ისტორია დაიწყო ხშირად ყურებს ხომ დეკორატიული მცენარეების სანერგით ეს იყო ის რის გამოც თავდაპირველად შეიქმნა თუმცა ის გარემო შემდგომ და ის ინფრასტრუქტურა როგორც წავიდა განვითარება მოგცა და დაგვენახა იდეა რომ აქ იქნებოდა იდეალური ღია მით უმეტეს ეს პანდემიის პერიოდი იყო და მოგეხსენებათ მაგ დროს ღია სივრცეში ღონისძიებები როგორი აქტუალური იყო შესაბამისად სწორედ ამ პერიოდიდან იწყება შუაგულის ისტორია ყველაზე კარგი და საინტერესო ის არის რომ არც ერთ წელს და არც ერთ სეზონს არ ხდება შუაგული ერთნაირად და სტუმრების მხრიდანაც სწორედ ამაზე არის ხშირად აქცენტი რომ აი შარშან ეს არ გქონდათ წელს უკვე ესეც დაგიმატებიათ ეს გაგიკეთებინათ მუდმივი დინამიური განვითარება და ყოველ წელს სხვადასხვა სერვისების თუ სივრცეების სიახლეების შეთავაზება არის ის რაც ამყოფებს ასე ვთქვათ ჩვენს საღონისძიებო სივრცეს ასე ტოპ და აქტიურ მოთხოვნად ასე ვთქვათ საღონისძიებო სივრცეს და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენთან ღონისძიების დაგეგმას რაღაც ასე ვთქვათ გარკვეული პერიოდით ადრე უნდა მოხდეს ამის დაჯავშნა, იმიტომ რომ შეიძლება მოუნდეს ახლა ვინმეს, მაგრამ იმ დროისთვის არ იყოს ადგილი. ამიტომ თხოვნა იქნება, რომ დაახლოებით 3 თვით ადრე საშუალოდ იქნება, კი ბატონო, გაითვალისწინონ ჩვენმა სტუმრებმა, რომ აი ქორწილის დაგეგმვას კი ჭირდება 3 თვით კი არა მთელი 1 თვით. ერთი თვით დახლა ქორწილებით გუშინ წინწოლი შეერთო და ხვალარი ქორწილი. არა, ეგრე სად არის? მთელი ამბავია. აი ქორწილები ჩვენი მთავარი ქორწილია. ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საყვარელი პროდუქტი ჩვენი და ყველაზე მიმზიდველი სწორედ ქორწილებისთვის არის შუაგული, ხო? აი ამ შემთხვევაში ზუსტად ერთი წლით, რა ვიცი, ძალიან ბევრი თვით ადრე ხდება და მე როდესაც მოდის პატარძელი და ის კონკრეტული თარიღი დაჯავშნილი ხდება, ძალიან გულიწდება ხოლმე და ეს გვინდა რომ გავაფრთხილოთ და ვთხოვოთ რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 4-5 ღონისძიების პარალელურად ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს და გვაქვს ეს ასე ვთქვათ ფუფუნება, კი ბატონო. მაინც ანას კითხოთ ქორწილების ორგანიზება. ერთდროულად შეიძლება 2 ქორწილი იყოს თუ ერთი მაინც? 2-4-იც გქონია. ერთდროულად? ერთდროულად კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სივრცეა შუაგულში და პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ამით არის კიდევ გამორჩეული. აი მაგალითად წყვილი რომ გადაწყვეტს რომ ჩანიშნოს ქორწილი, ხო? პირველ რიგში ფიქრობს რას, ხო? ღია სივრცეში უნდა თუ დახურულ სივრცეში უნდა. როგორი ხასიათის ქორწილი უნდა? უფრო კლასიკური, უფრო ავანგარდული, უფრო ღია სივრცეში და საზაფხულო. ამ ყველაფრის საშუალებას აძლევს შუაგული, იმიტომ რომ ნებისმიერი სივრცე შეუძლიათ აითვისონ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენ 7 განსხვავებული სივრცე გვაქვს, როგორც დახურული, ასევე ღია, ასე რომ სრულიად ღია ვართ. გარდა იმისა, თქვენ იკითხეთ, რატომ მაინც ქორწილები შუაგულშიო, მხოლოდ ვიზუალური გარემოება არ არის, ჩვენთან საკმარისია, უბრალოდ მოვიდეს წყვილი, გითხრათ, რომ აი ამ თარიღზე გვჭირდება ქორწილი და შუაგულს ყავს იმხელა ჯგუფი საორგანიზაციო, რომ რაც მათ სურთ, აი სრულიად მათი ჩართულობის გარეშე დახვდებათ ქორწილის დღეს, იმიტომ რომ დიდი ჯგუფი მუშაობს ამაზე, რომ იყოს იდეალურად დაგეგმილი ქორწილი. ასე რომ ნამდვილად არა მხოლოდ ვთქვათ სხვა ღონისძიებებისთვის, ქორწილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე იდეალური სივრცე. კორპორატიული აქტივობები ახსენეთ თქვენ და ტიმბილდინგები, აი ამ ხრივ რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი სივრცე? ნახეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მოთხოვნადი არის, იმიტომ რომ როგორც წესი ამ ტიპის აქტივობებს, ეხლა team building-ს განსაკუთრებით რაც ეხება კორპორატიულს, აქ არის ისეთი აქტივობები ჩართული, რომლისთვისაც ტერიტორიას, მასშტაბს, ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ თავიდანვე გავთვალეთ ეს, ვინაიდან ჩვენ კლასიკური გაგებით event venue და საღონისძიებო სივრცე ვართ, ჩვენ ზუსტად ისე გავაშენეთ ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ ამ ყველაფრისთვის ყოფილიყო ძალიან მორგებული და კომფორტული. აქვე უნდა დავაანონსოს სიახლე team building
გაზრდილებისთვის მათ აქტივობებში ძალიან მალე შეეძლებათ, რომ მინიგოლფის მოედანი, რომელსაც ჩვენ ახლა ვამზადებთ და ძალიან მალე გავხსნით, ამ მმართველობასაც არის ძალიან საინტერესო და ნამდვილად ასევე ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან ბევრი კონტრაქტორი ყავს, ვინც team-building-ების კუთხით ძალიან საინტერესოდ და ასე ვთქვათ, განსხვავებულად უგეგმავს და ეხმარება ამ თუ იმ კომპანიას თავისი კორპორატიული წვეულების დაუვიწყარ მოგონებად ქცევისთვის. შესაბამისად, ამ კუთხით ნამდვილად უკონკურენტოები ვართ და ძალიან თამამად შეუძლიათ მოგმართონ კომპანიებს თავიანთი დღის ორგანიზებისთვის. ესე იგი, თუ სწორად მივხვდი, კადრებში დავინახე Summer Fest-ის კადრები გაქვთ ხო? შუაგული Summer Fest-ი. გითხარით რა დაიწყოთ 13-ში. როდემდე გაგრძელდება და როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და რა არის ეს თქვენთვის? რას ნიშნავს? ზოგადად შუაგული შეიძლება ვთქვათ ადამიანებს ეგონოთ რომ ეს არის რაღაც კონკრეტული ღონისძიების აღნიშვნის სივრცე. რეალურად აქ არის ბევრი მიმართულება და ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მსუყე პროდუქტი, ასე ვთქვათ, ღონისძიებები და კონცერტები, ასე ვთქვათ, საკონცერტო მიმართულება არც ერთ საზაფხულო სეზონს არ ჩაუვლია. ძალიან ისეთი მასშტაბური ღონისძიებების გარეშე და წლევანდელი მაინც კიდევ უფრო გამორჩეულია და ესეთი მასშტაბური უკვე აღნიშნეთ თქვენ რომ 13 ივნის დაიწყო ანდრე ჯოხატის სოლო კონცერტით გაიხსნა. ხვალ გვაქვს კიდევ ესეთი ძალიან ესეთი გრანდიოზული დღე, ნელა წურწომია და მისი ბენდი იქნება შუაგულის საზაფხულო სივრცეში, დიდ სცენაზე და შემდეგ გრძელდება ეს ივენთები, შემიძლია ვთქვა 5 ივლისს გვაქვს ძალიან ცნობილი მოწვეული დიჯეები ყავს, რომლებიც ჩამოყავს სპეციალურად ჩვენი სივრცისთვის საქართველოში, შემდეგ უკვე 11 ივლისს მგზავრების კონცერტი იქნება, შემდეგ 25 ივლისს ურსას კონცერტი იქნება და 1 აგვისტოს დავაგვირგვინებთ, ასე ვთქვა, ძალიან ასე მსუყეთ, ეს არის ლეგენდარული დუო ოტავანი ვიცით ყველამ კარგად, ასევე სპეციალურად ჩვენი სტუმრებისთვის ჩამოვა საქართველოში და ძალიან ეგუნა მეკითხა მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლები პირველი წელია, როდესაც ჩვენ უცხოელ შემსრულებლებზე, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ აქცენტი. მანამდე მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლობით შემოვიფარგლებოდით და აი წლევანდელ წელს უკვე ახალ გუნდთან და ახალ, ასე ვთქვათ, მენეჯმენტთან ერთად დავიწყეთ ახალი წარმატებები უნდა გისურვოთ. წარმატებები წინსვლა უნდა გისურვოთ. მადლობა ძალიან დიდი. ბევრი ხორცილი ქვეყანას და შუაგული. ბევრი ხორცილი ქვეყანას, ბევრი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას და ბევრი კონცერტი ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ვიმშვიდობებით სტუმრებს, ჩვენ განვაგრძოთ გადაცემა.